რამდენად ხარისხიანი კომუნალური სერვისით სარგებლობენ მოქალაქეები და რა პრობლემებია ამ მიმართულებით ქვეყანაში. აღნიშნულ საკითხზე დემოკრატიის ინსტიტუტმა შეხვედრა გამართა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კამპანიის ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. კვლევის თანახმად წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან მოქალაქეებს შენიშვნები მოწოდების გრაფიკის, ოპერატიული რეაგირებისა და პროდუქციის ხარისხის გამო აქვთ. კვლავ აქტუალურია ნაკლები ინფორმირებულობის საკითხიც, როცა აბონენტებმა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში არ იციან ვის უნდა მიმართონ. არასამთავრობო ორგანიზაციამ რეკომენდაციების პაკეტი კომპანიების სათავო ოფისებს გადაუგზავნა. რაც შეეხება კომუნალურ სერვისზე პასუხისმგებელ პირებს, მათი ნაწილი კვლევის შედეგებს არ ეთანხმება, ნაწილი კი მესამე სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს. არის გრაფიკის პრობლემა, არის კომუნიკაციის პრობლემა, ინფორმაციის ნაკლების პრობლემა და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პრობლემები. რაც შეეხება ქობულეთში სტანდარტულია პრობლემები გაზთან და შუქთან მიმართებაში, წყალთან მიმართებაში არის ცოტა განსხვავებული, ძალიან ცოტა ყავს ასე ვთქვათ პრობლემების მქონე აბონენტები ყავს პროსტურად ქობულეთის წყალს, ხელვაჩაურთან მიმართებაში უფრო რთულადაა საქმე, რადგან აქ საუბარია ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე, ძველი ხელვაჩაურისა, სადაც ბათუმის წყალს დღემდე არ აქვს, ასე ვთქვათ, ბოლომდე სერვისი გავრცელებული, ხოლო რაც შეეხება გაზსა და ენერგოპროს, აქ სტანდარტული პრობლემებია. ასეთი გამოკვლევები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი ასეთი მასშტაბური გამოკვლევებისთვის, თუმცა კი ნამდვილად შენიშვნა მისაღებია. უკვე ამ 1 წელია დაახლოებით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 16114 და ყველა მოქალაქე საჭიროში შეუძლია დარეკოს ამ ცხელ ხაზზე და ნებისმიერ პრობლემაზე ჩვენ აუცილებლად რეაგირებას ვახდენთ.